დილამშვიდობის ხალხო და ჯამაათნო ამ ფორტოჭკის დახურვა არ შეიძლება და ეხლა შემთხვევით დავინახე დახურული ზამთარ ზაფხულ ну საფხულში ყველაფერი ღია ზამთარში ეს სუღია იმიტომ რომ ხი ვერ გავაჭიმინოს დაიღრიჭინა მოვადულყო ყავა ქუში როგორ არ ვიყავი თუმცა გაწიწილ მდგომარეობაშია ხოლმე მეტყობოდეს რომ დილაა აი ხა გაგძანდი გარეთ ჩქარა Action on. Siwa, grilla, ziari, mara magra grilla. Uia kam koniec już. Wystarczy. Abi رو چهار خبره بخوام چند تا سریع خیس میکنم خدا میخوری رو ماشین بلوکس فرش چاپ زردی مگیس خماوری کنه بوده دا گرت کیده جیره رایسی ستی سخر بیولوگ بماره و بر تو گرت تجیه ამიტომ ასე ჯობია ხალათი თუ დაგაინტერესებთ რატო არ მაცვია თოკაზე მყავს დახჩუბული ესაც გავრეცხე და კი იქნება მშრალი მაგრამ გუშინვე იქნება მშრალი რა ვიცი აღარ ავიღე Hai cucina tre o khalkhno gijuri ki ara rami მოიტანე უჭოლი ვიცი დავყრი მე ხამას ამ საქმიანობას რო ვაკეთებ ყოველთვის ღრი რა უყრი Rasmiqureko pichoko bolame. Rasmiqureko qoltafaqo. მე გარდა როგორ არის გაჭუჭიანებული ეს სეტკა უნდა ჩამოხსნა. ზაფხულში იმას გავუკეთე ახავს. გარედან უკეთია და სეტკა არის ის გაზონკლული. ხსნდა მე ახალს გავუკეთე. მესამე წელია უკეთია. უჭალო. Unadot.
გუში დავიძინე კი 9:30-ზე. და მეგონი 9 საათი ავტეკი. 12 საათი მეძინე. ხმაზე ვცნობ ხოლმე და გამოვხდა, თორე ძალიან წამოადუღებს ხოლმე. აი რომ დადუნდება. всё. კი გათიშავს ახლა, მაგრამ მე არ ძალიან ადუღებული ეს ყავა არ მიყვარს. ვსვავ, მაგრამ თუში არის შესაძლებლობა რომ არა ადუღო. არა. მოკლედ რამდენიმე წამით ადრე მე ვრთავ, სანამ თვითონ გამორთავს. კათმები კი არ და წიწილები გამოვშვი, კათმები არ გამომიშვია ჯერ. და ბავშვებს იგზინავთ და ის ელტიტველა და უკულტურუ მამალი ყვილის. აი მე ხარ ხოლმე გუში რა გიჟური დღე იყო. მე ხო გუშინ წინ ბლოგში ვთქვი რომ არ მინდა ცოტა ხანი არ მინდა შევეკრათ, მაგრამ ისა რეზინ თუ რაღაცა მეკეთა ხარ ხოლმე ძილში და მეთქი რა მაწუხებდა და ცოტა ხანი გამიაროს. გუშინ რო დილით ადრე ავდექი შევყარე სარეცხი. გუშინ წინაც მთელი დღე ვრეცხე. ვცდილობდი დამელაგებინა ეზო, ნუ ყველაფერი რა, იმ გუშინ წინ ხო გვიან მოველი ეს 3 ვლოგი რო დავდე, თბილისში რო ვიყავი, მაგას ვამბობ და რომ მოვედი შესაბამისად ხო საჭმელს ვაკეთებდი, ის ორნაირი საჭმელი გავაკეთე და რადგან მეორე დღეს გეგმავდი პირველ დღეს სამსახურში გასვლას. მაგრამ მივხვდი რომ 2 საათზე გამოვირთა ღამის 2 საათზე სარეცხის მანქანა გუშინ წინ. გუშინდელი დღე რო თენდებოდა რომ მეთქი ბარემ გავფენ მეთქი რაღაცა დილითაც ძალიან ადრე ავდგები ერთ პირხს კიდე შევყრი რაც დავრეცხება ამ გეგმები მაქვს რა მაგრამ სხეული რო არ გამოყვა და მაგარი დაღლილი იყო ხო და 2 საათზე რო დავწექი გამორთე არც გამიფენია გამორთე და გამოვიღე უბრალოდ შიგნით არ დავტოვე რომ მეთქი არ ჩანესტყიდეს არ ვტოვებ ხოლმე შიგნით ძალიან იშვიათად და გუშინ დილით რო ავდექი აბა ის ვეცი ეზოში ფოთოლი არა არ ვიცი ეს ქარი რო იყოს საშინელება იყო და დავიწყე მის დაგვა მე დავინახე იქ ბაღი იყო დასასუფთავებელი ანუ ეს დღეები რო სახში არ იყო ზოგადად ხო სულ ასია ხოლმე უბრალოდ ხელის გაკვრით რო აკეთებ ხოლმე ყველაფერს და იქით გავიხედე ეს იყო გავხედი სახლის პამიდორი იყო დაკრეფილი და კიდე იყო დასაკრეფი როგორ კიდე გააფუჭეს რა იმ მაგალითად ესე დიდი პამიდორი ცალ-მხარეს რო დაზიანებული რაღაცა და დამენანა ძალიან და ეგ იყო დაკრეფილი კიდე დასაკრეფი მეთქი ის აი ტომატი და ესა გავაკეთებ თქო რა მაგას ხმარობ კერძებს ჩვეულებ მარილს უშვები ამოვაჭრი ხოლმე ქერქიანად და მე ხელის ბლენდერით ვაბლენდერებ და კარგად რო წამოდღდება ხოლმე შესაბამის სისქეზე ვასხავ ვასტერილებ და მე კერძებისთვის ხმარობ ძალიან კარგად ბოთლებში ვასხავდი ხოლმე მაგრამ ბოთლები ძალიან მეზარება მე ხანა ის იმას ხმარობ რესპიანებს და ხანის მე აღარ ეჭირება ისევ ახალიდან და მოკლედ ეს ქონა გასაკეთებელი მაგის გაკეთება რო დავიწყე ხახლო გაზი რო დაგენახათ იტირებდით გადმომივიდა პამიდორი ყველგან მე ეს კუხნა აი იცი როგორი სიტუაცია აი რო დავდეგი აი რო გახარ და გარშემო რო ქაოსი აი ეგ გამქონდა გუშინ დილითაც და ვიფიქრე რომ ანუ შანსი არ არის მე დღეს ვერ წავალ ვერსად და ამას მივხედო თორე საშინელი იქიდან რომ მოვარავი საშინელება იქნება ხო და ესა არ დავედი დავიწყე მივყრები გაუშვი სკოლაში მე იონე ინგლისურზე რა ვიცი რა მოკლედ თელი დღის მანძილზე და სადღაც 8 საათზე მორჩი ამ ოთახის გამოწმენდაც თელი დღე აქ ვიყავი აი თელი დღე აქ ვიყავ ავედი მაღლა 9:30-ზე და დავიძინე ხო შორი დაბანა გამოვტოვი არ ვთქვი რომ ვიბანავე თქო ხო და ეგეთი ვაიმე მე რეიცი რაზე ვიცინე შუადღით საჭმელი ძალიან ლაითად შევჭამე მოვხარშე აი კომბოსტოც ჩანს ყვავილოვანი კომბოსტო 2 ტოტი
და ეგ მომხარშე რა პამიდორი და ისე ლაითად და თან ვუყურებდი იმას სერიალს შერეფის სიზმარს ვუყურებდი მეთქი ხო გითხარით ხო და მირეკავს ნინო ანუ 10 რო გადასცდა და არ გამოუცხადი სამსახურში მირეკავს ნინო სადახა აუ მე უთხარი დამავიწყდი მე სიკვდილსაც დავიწყები ხარ მე უთხარი დამავიწყდი გოგო უნდა წამოსულიყარ თან მეცინე აი მე უთხარი თან ბახველებს მეთქი აი მე რა მძიმე თავარ მეთქი მე უთხარი არ გადაგდოთ ვაი გაგამწარებ შედა მე მაია მეუბნება აწუყა ჩემი თანამშრომელი და ძალიან ძვირფასი ადამიანია და გოგო ხალიჩა ქონდა ბუშტები გავბერეთო წითელი ხალიჩა დაგიგეთო რაღაცაო და შენ კიდევ არ მოხვედიო პირველ დღეს არ გამოცხადდი სამსახურში მაგაზე ვიცინეთ კარგად ვიხალისეთ და მე ნინომ ჩამიგდო ვიდეო აი რომელიმე 11 წუთია დაახლოებით აქ უნდა ჩავსვა რო ისაო და იცი როგორ ამბობს ჩვენო ტორტები წინაზე ხო გითხარით ტორტები კიდე ავიწყდება მეთქი დავისი ანა ის ქაოსური სიტუაცია ხო არის ხოლმე იქაც რომ არ ჩაწერა და ავიწყება რაღაცა და კი გამოძვრებიან ხოლმე მე მაგრამ მაინც მე რომ მუშაობდი მაშინაც იყო იქ ჩვენ ხო გვავიწყდება რაღაცეებიო რაღაცაო და იმასო ერთსაო ჩემზე იმას საერთოდ მოსულა დაავიწყდაო და მე გონია ძალიან სასაცილოდ ამბობს და ეგ უნდა ჩავსვა იმედია მაია მაგაზე არ ამცემს მე დავუკითხავად ვდებ ვიდეოს რა გეშველება ხალო ჩვენ მოვდივართ აგვავიწყდება რაღაცები მაგრამ ზოგი ისეთი სკლეროზიანია რომ სახში რჩება და მოსულა ავიწყდება თქვენი იმედით ვარ მოსული და უარესები ხდებიან მე მოვიმიწეზე მე ვთხარი ვის გაუგია მეთქი შეტევით ვის გაუგია მეთქი 31-ში სამსახურის დაწყება რა კალენდარია რა გააქვთ მე ხო მაგარი ვარ კალენდრის მგელი ვარ რამდენმა დამიწერეთ რომ ეს თვე 30-ით არისო და 30-ის მე 31-ით არისო ეგრევე პირველზე რომ გადავდიოდი და თუ 31-თან ეგ გამახსენდა და მე ვთხარი ეგ არ შეიძლება მეთქი 31-ით დაწყება არ ცუდის ნიშანია ხო და მოკლედ აღარ წავედი რა რო აღარ წავედი მე მივყევი და აი ეს საწოდავი მანქანა რო შეძლებოდა გუშინ გამექცეოდა ეხაც გამზადებულია და ჩავერთა უბრალოდ ვლოგის გამო არჩევდი გუში ხო ისწუნა ჩაცა ის გამესინჯა რაღაცა ტანსაცმელი და ისე გადამეღო ვლოგი ვერა ხალხო რას იცით რა ამბავი ო აი რა ვიცი მეგონა რომ ჩემი სახლი გუდანაბადით გარბოდა დავრეცხეს ყველა თოკლე რაღაცა მიკიდია გავარეცხე დღეს ალბათ საუთოებელი დღე მექნება არა მაგრამ უბრალოდ წესით მაგრამ დღეს ლამინატი გვინდა დავაგოთ ლაშამ თუ ვანო მოიცლისო დავაგებთო თუ არა და შენდომ მეხმარო მოკლედ მე მგონი ტორტების შემდეგ შევითავსებ რემონტის სიტუაციას და მე და ლაშა ვივლით ხოლმე ისე ხო დადიან ლაშა და ვანო და მეც ესე პატარა მუშად ჩავენაცვლები და ის ჩაქუჩი მომაწოდე და რაღაცა ეგეთ მომენტში გამწურთნეს და ხო დღეს ბარაქის ხე მინდა პატარა ქოთანში გადავიტანა. საიდანაც გადავედი, მაგრამ მაინც. იცი რატო სანამ გავსხლავდი და დიდად რო ჩანდა და რო გავსხლავდი, სინამდვილეში ძალიან დიდი არ იყო რა ის ვიზუალურად და ძალიან დიდ ქოთანში მაქვს ჩარგული, მაგას ეგეთი ქოთანი არ უყვარს. ამიტომ რომელ ქოთანშიც იყო იმაში უნდა ისავქნა. დავაბრუნო. შაშა ძალიან ადვილად გადავიტანე ხო რამ ხელა და მეგონა აუ მეთქი გამიფუჭდება ჩამოვიტანე იქ დავდი პლოშეტკის ქვეშ და ესეთი ბრტყელი რემენის თოკები რო არის რემენი მაგით მაღლა დავამაგრე სანამ ძირს მოუთხრიდი და რაღაცა რა კარგად დავამაგრე რომ ქოთანს რო გამოვაცლი მეთქი ეს აერში დარჩეს ახლა ის ეს რა ქვია პროფესიონალურად ამოვიღე მაგრამ იმას ქოთნიდან ეს ხო დავამაგრე მე ძირი ესე მოუქეკე და ეს ქოთანი ჩამოვაცალე და ეს აერში დარჩა. აი ეგ ვიზავ, გავსურთავ კარგად ფესვებს, გავუჯანსაღებ
და ისე ძველ ქოდანს ამოვაცმებ და მაგაში მახსოვს რომ ჩავყარე ტყის მიწაც. და ბარაქის ხეს ეგეთ რამები არ ყვარს. შესაბამისად იმის მერე არის ცოცხლობს, მაგრამ მოწყენილია რაღაცნაირად. მაგას უნდა ჩვეულებრივი მიწა იქ ჩვენთან არის თან ეგეთი რაღაცა უხეში გამომშალი გაუბედურებული მიწა მაგას ჩავყრი მარტო. ეგეც მინდა გავაკეთო. მაგას მერე ჩვენს ოთახში შევითან, იქ დავაბრძანებ ლამაზად კუთხეში და ლიმონი უნდა შევიტანო უკვე შიგნით. ჩვენი ლიმონი არის ხავს არაფერი, უბრალოდ დეკორატიულად სუ გვაქვს. მწვანე ლიმნის ხე. რავი, რამდენი წლისაა? შეიძლება 20 წლის ვიცი. არა. 15-ისა ყველა ვარიანტია. კატები, ესე იგი მზე არის, მზე რო ამოვიდა, ჯერ ხო ზემოდან იწყებს და იმაზე გარეთ რომ მიდევ კამოდი თუ რაღაცა, იმაზეა ჯერ მზე მოსული, დაბლა არ არის ჩამოსული და იმაზე შეხედა ყველანი. მე ლაშა მითხრა ამ კუხნაზეც რომ ესეც კაი გასაკეთებელი გქო, მარტო კარო ვცდილობდი მექნა უბრალოდ რამდენჯერმე, ანუ ამას რაც მაღლა ხდება, მაგას მარტო ვერ ვიზავ. ეს უნდა ჩამოიფრიკოს. და მეორე წელს შეიძლება ისე ლაითად შევღებოთ და ლაშამ თქვა კაფელს ისე ვიყიდიო, რომ მარტო გაზთან და აი აქ. აქ ხო ის აქ მან თუ გავაკეთებ კაფელს მარტო მივაკრავ ეგრევე და დაიმგვანება ცოტა კუხნას. ხო გაყვანილობა არ აქვს აქ ისეთი კალებთან არის მარტო ასანთები და შტებსელი და ერთი აქ მაცივარი როა. აი ესეთი რაღაცები რომ მინდა შევაერთო, იქედან გადმომაქ აქ და იქ 1-2 ცალი იყოს, იდეალური იქნება. გრილსაც ხოლმე უნდა გადაიტანო და რაღაცა ძალიან მედისკომფორტება ხო. ხო და ასე ხალხო შაბათიდან გავალ სამსახურში, ხო ზუსტად არ ვიცი შაბათი იქნება თუ არა, იმიტომ რომ დღევი არ შეთხო რომ ვიცოდე რამეც, რომ აი შაბათი, ან შაბათი, შაბათი ან პირიქით. რა, რომელიმე დღე, შაბათი კვირის გარდა. მესიამოვნა ყავამდილით. ეხლა თუ სანამ რამეს დავიწყებთ, ამ გამშრალებს ავიღებ ცოტას, დავაბინავებ. იონესამდე მესაროჭკას იმასვისა. ქავაუთებ რო კონდეს. მე მინდა ერთ თემაზე ჩავწერო ვიდეო. ხო, დაბა დღეს თუ მოვახერხე, კი ვახარო. დღეს თუ მოვახერხე, კაი. ამ პერიოდზე ჩავწერა რაღაცა დაბა რასიზავს ლაშა. დავიწყებთ თუ არა, ძალიან ლაშამ დაგებული აქ ახლა მაგ ოთახებში, გოგოებთან და კალდოში ლაშამ დავანობ და აქ ეს დაიწყეს და მე ლაშამ დაამთავრა. თუ ორივე ერთად გააკეთეს. ხო და შპარილს მომდით 5 საათი, აკურატ. ეხლა მაგას სანამ იმას გავფენთ საფენს, მე დავაფიქსირებთ სკოჩით. ну ჩემთვის პირველია ყოველ შემთხვევაში ლამინატის თაგების პროცესში თუ მივიღებ მონაწილეობას და მანუ არ მოვიდა. ხო, მე ვფიქრობდი რომ ხინკალი გავუკეთო მეთქი, მაგრამ იყოს. მინუს შევუკეთავ ხინკალს. თუ რაღაცა პირველი ნოემბერია ხალხო. შემოდგომის აი მე მეთქი რა. შემოდგომის შემოდგომის ბოლო თვის პირველი რიცხვი ხო ვეღარა ვთქვი მე. ნოემბერში ვის დაბადების დღეა. ნოემბერში ჩემი მაზლის დაბადების დღეა, ჩემი ბიძაშვილის დაბადების დღეა. 12 ნოემბერს ორივესი. კიდევ ვის დაბადების დღეა. ვიღაც ისეა უეჭველი ვიცი.
თუ რო იწყება ხოლმე მაგ ეს ტრადიცია თუ ეს ის რომ უნდა დავჭიდა და მოვიფიქრო ვისი დაბადების დღეებია რომ არ დამავიწყდეს. ხა რამდენად მახსოვს ხოლმე ზუსტად იმ მომენტში არის, მაგრამ თვის დასაწყისში მაგ ეს ხო რომ ვზივარ და ვფიქრობ ამისი. ნოემბერში კიდევ ის მე ეგ ორი ნამდვილად მახსოვს წლებია ეგ რო ხა მით უმეტეს ჩემი მაზლი და მით უმეტეს კიდე ჩემი ბიძაშვილის დაბადების დღე ვარ მახსოვდეს შანსია ჩემი როგორც მიხარო და ისე მიხარო და მაგათი მადონასი დარესი და ნინოსი მე გუშინ ვფიქრობდი რაღაცეები ცოტა რომ შევასუსტე საქმე და რაღაცა სანამ ამ ტომატს დავიწყებდი მე ვიფიქრე რომ მოდი მეთქი ხა და მადონასთან წავალ რამ ორი კვირა უგეგმავ ხალხო ჩემი ბიძაშვილთან წასვლას და მე მივხვდი რომ არ გამოვიდო და ძალიან გვიან მომიწევ და მე ისევ დაძინება და ვარჩი სახში დარჩენ. მე ბანკა გამოვიდა 2 4 6 7 ბანკა გამომივიდა. ერთი ცოტა არ მომეწონა სახურავია ეს დიდი ბანკისა და მაგას მოცივაში ჩავდგა ვარ შევიტან შესანახად. მაგას ვიხმარ. და შეიძლება გაფუჭდეს რაღაცა მუთქლეშილი სახურავი ჰქონია და რომ ისევ ვქენი მე ვნახე. თეთრი და სუდაუზიანებელი კი იყო, მაგრამ მე დახურის დროს არ მომეწონა რა. საჭმლის დღეს არ ვაკეთებ არაფერს, მაგ ორციანი კრიტი ხო გავაკეთე გუშინ წინ და იგივე მოცივაში გავუშვი და ის მაგიდა მწვანელობია. ვაიდე და წავედი ახლა ჩავთო საწყის მანქანას. ფეხსაცმელები მილაგია იქ შედგაზე. რიგის მიხედვით ეგენ და დავარეწყო ზოგი დასახეხია ნინოსი თეთრი და ფეხსაცმელი ყოფილა ცეკვაზე. ეგენ დასახეხი მაგ. აი, დავიწყოთ დღე. ნოემბრის პირველი დღე. აჰა. ესეც ასე. დანარჩენს გარემოგვეტყვის რას და როგორ ვაკეთებთ. წავედი. ხა ის გადმოწერო ის შეძერო ჭურავ ჩემი თანამშრომელი და ჩავაგდო. უბრალოდ უკვე ნახავდით თქვენ. მაშინ წავედი, ხა მე კარგად იყავით. ბედნიერი დღე ყველას.